პირდაპირ ეთერში გადაცემის შემდგომ სტუმართან ერთად დავბრუნდით, ვიდრე მას წარმოგიდგენთ, შეგახსენებთ, რომ ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონო ქუმსიაშვილის საღამო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად 27 იანვარს მისი დაბადების დღეს იმართება. ამჯერად უნივერსიტეტის პირველი კორპუსი უმასპინძლებს ამ საღამოს. უფრო დაწვრილებით ღონისძიების შესახებ სასაუბრად მოვიწვიეთ. მისი მეუღლე ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი, გელა დაიაური, მოგესალმებით გელა. მოგესალმებით. დილამშვიდობისა, გილოცავ ნინაობას. მოხვედი, გილოცავ მეც და წარმატებებს გისურვებ. მოდი აი ვთქვათ, იმავე წლიდან ვთქვათ, თუ ვისეცალა ამისთვის პრინციპში, რომ ვთქვათ, აი როდიდან აღინიშნება და ტრადიციულად ყოველ წელიწადს როგორც თქვი, ხო? ეს საღამო და ვინ იღებენ მასში მონაწილეობას, რომ გითხრა. ეს საღამო იმავე წლიდან, უბრალოდ 2011 წლის, ან პირველი დაბადების დღე მოდიოდა, იქიდან იმართება. დარბაზების პრობლემა იყო ყოველთვის, სხვადასხვა დარბაზებში გადმოდიოდი და ბოლოს 3 წელია უნივერსიტეტი გვითხოვს თავის სააქტო დარბაზს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა უთხრა. რაც შეეხება მონაწილეებს, მონაწილეები არიან სხვადასხვა ფორმატებით ვაკეთებთ სხვათა შორის ამ საღამოებს, რომ არ დაემსგავსოს, არ გავდეს. შარშანი იყო მაგალითად გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვინც პირადად იცნობდა თეოს, პირადად ჰქონდა ურთიერთობა, ესენი იყვნენ ნათესავები, მეგობრები, კოლეგები და ასე შემდეგ. წელს ფორმატი ექნება ესეთი, რომ გამოვლენ ის ადამიანები, ვინც მღერის თეოს სიმღერებს, საავტორო სიმღერებს და ვისაც აქვს თქვათ მიძღვნა გაკეთებული, ეს არის ლექსი იქნება თუ სიმღერა, ისე რომ ფორმატი შევცვალეთ და წელს ცოტა სხვა კუთხით ჩავატარებთ ამ საღამოს. აი ჩვენ გვინდოდა სხვათა შორის რომ გავგვეშვა მუსიკალური ნომერით სამწუხაროდ ინტერნეტიდან ისეთი ხარისხით ვერ გადმოვწერეთ. ზოგადად არის თუ არა ეს პრობლემა, რომ არ არის კარგი ხარისხით შემორჩენილი თეონას ნომერი, თუ არის რამდენიმე? სტუდიური ჩანაწერები არის, თვითონ თეოს ალბომის გამოშვება მოვასწარით, სადაც არის საავტორო სიმღერები ყველა შესული ამ ალბომში. ეს არის რაღაცა 7-8 სიმღერა არის დაახლოებით. ვეღარც სიმღერით გითხარ, რამდენი სიყვარული ეს ალბომია? კი, აქ არის ინათებს შენ შემოდიდო ტკივილო, თქვათ, იორს ეძღვნება და სხვა ბეხლა რაღაც არ მინდა რომ გამომჩეს. ისე რომ არსებობს ჩანაწერები, სამწუხაროდ მეც ცოტა ისე ჩქარა ვიარებ ვერ მოვასწარებ, რომ შეიძლება და დაუნებო ალბომი, თქვათ. ხო, რაღაც შეგემთხვა გზაში მოკლედ, მანქანამ გიმწყუნა და მადლობა რომ მაინც მოხვედი და არ ვიღალატე. თის ბულბულს უწოდებდნენ. შეარქვეს. თეონას შეარქვეს და გარდა იმისა, რომ კომპოზიციებს ქმნიდა, ტექსტებსაც თვითონ წერდა, ხო? თვითონ წერდა ლექსებსაც მე მგონი. ხო, ლექსებს თქვათ თელავს მაგალითად, რომელიც მე თვითონ თეოსაც ჩანაწერიც არსებობს და არსებობს და თვალჩვაძემაც სიმღერა და კიდევ იმღერეს რამდენიმე, ეს არის ტექსტსაც წერდა, მუსიკასაც წერდა და თვითონ ასრულებდა ამ სიმღერებს. აი გელა, როგორ ფიქრობ, უფრო მაპატია ამას რო გეკითხება. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ უფრო გაიცნო თითქოს საზოგადოებამ, მაგრამ გარკვეული მსმენელი მაინც ყავდა. მე მაგალითად მისი სიმღერები არ ვიცოდი ვინ იყო, არ ვიცოდი შენი მეუღლე რო იყო, მაგრამ არის სიმღერები, რომელიც გამორიცხულია რომ არ ჩაგწვეს და ყურში გვაქვს. კი, მესმის ეხლა რა თქმა უნდა და მეთანხმები თუ არა ამაში. საერთოდ მაგრამ მაინც მოახერხა ეს და ეს მეთოდა მეკითხა, ბოდიში დავასრულებ რომ რაღაცა ლოგიკური არ იყოს. რამ აი რითი დაიმსახურა თქვათ აი ესეთი სიყვარული თქვათ. სხვათა შორის რაც სიმღერები აქვს შექმნილი, დაახლოებით მოასწრო 23-24 წლის ასაკამდე. ან ბოლო 2 წელი რაც ჩვენ დაოჯახებული 3 წელი დაოჯახებული ვიყავით, პრინციპში რამდენი მალოდინე ერთი სიმღერა რომელიც დღეს დათო გეჯიაშვილი მღერის, რომელსაც ხვერის, ეს სიმღერა გააკეთა დანარჩენი აქვს დაწერილი მანამდე და ეს ის პერიოდი იყო თვითონ თეო ისეთი ხასიათის იყო, რომ არ უყვარდა თქვა აფიშირება ამ ყველაფრის და ალბომიც აი დიდი ძალიან თხოვნით და იმით ჩავაწერინეთ და ეს იყო და იწყებდა უბრალოდ სიმღერას გამოდიოდა საზოგადოების წინაშე, მანამდე თავისთვის იყო ჩუმად და ეხლა კი არის ესე ჩანს, რომ გარდაცვალების მერე, მაგრამ შეიძლება ბევრი წავიდეს სამწუხაროდ სოფლიდან, მაგრამ როცა ეს ნიჭიერება და ხელოვნება და სიმღერა ჩანს, ეს უკვე ხელოვნების დამსახურება და არა სხვა რამის მესები. თუნდაც ის რომ აი ამ ჟანრში როგორც ცდილობენ, შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ მე მგონი ასე როგორც ცდილობენ, რომ აი ეს მიბაძონ მის სიმღერის მანერას, მის ხმის ტემბრს, აი რაღაცა ის სევდა, რომელიც მას ქონდა ხმაში და რომელიც სხვათა შორის ამის რაღაცა თეოს მერე წამოვიდა ეს
ფანდურები ფოლკლორმა წამოიწია წინ მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის მაშინ ნაკლებად პოპულარული იყო მაგრამ ამის მერე ბევრმა სიმღერა დაიწყო ბევრი ბაძავს კიდევაც არ არის ეს დასამალი ბევრი ცდილობს იმიტომ რომ როცა კარგს ხედავ აუცილებლად ცდილობ ადამიანს რომ კარგს მიბაძო და შეც ის კარგად რამდენად გამოვა და როგორ გამოვა ეს უკვე სხვა თემა არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის ტენდენცია არის კი და თეონას ქონდა ხო კიდევ ალბათ გეგმა ბევრი ფოლკლორის განვითარებას რაც ეხება და ძალიან ზრუნავდა კი სხვათაშორის სადღაცა დაახლოებით 5-6 სიმღერის მონახაზე მე მახსოვს რომ ქონდა სამწუხაროდ მე არ მახსოვს თქვა არც ჩაწერა მოხერხდა ეს იყო მონახაზე უბრალოდ მელოდიებს რომელსაც ღიღინებდა ტექსტებს ამზადებდა და ერთი სიმღერის მისამღერი მახსოვს მანამდე ვერ ვიხსენებ და რა ვიცი აი იქნება არ მინდა რომ რაღაც შემეული გავაკეთო მინდა რომ ის აღვიდგინო რაც თეოსი იყო და იქნება ერთი სიმღერა კიდე გაცოცხლდეს თქვა რამდენი მალოდინაც ეს იმას ვიდეო იყო გადაღებული სადაც გოგოები მეცადინებდნენ რომ უნდა ემღერათ ეს სიმღერა თეოსთან ერთად რა თქმა უნდა და ამით გადარჩა აღვადგინეთ ეს სიმღერა და მე ემღერა დათო რა ვიცი, ბევრი დარჩა გასაკეთებელი სამწუხარო ეს არის, რომ საქართველოს დააკლდა მომღერალი, კომპოზიტორი, შემსრულებელი, რომელიც ბევრ კარგ სიმღერას აჩუქებდა სამშობლოს. თვითონ იყო თვალშები სიონის ზარები ამის სოლისტი? სიონის ზარები ეს იყო ბავშვობაში. ადრე ბავშვობაში იყო, მე თბილისში წამოვიდა, თბილისში სწავლობდა და მე ისევ დაბრუნდა სიონში უკვე ასწავლიდა იქ ბოჭორმაში ასწავლიდა სხვათა შორის ახლა ამ საღამოზე გამოვიტანთ ვიდეოს რომელიც საზოგადოების ცნობილი არის სადაც თეოს მომზადე ბავშვების აკეთებენ კონცერტს ხო საინტერესო ვიდეო იქნება სხვათა შორის მე ერთ-ერთი თქვენი პირველი ინტერვიუ წავიკითხე გუშინ აი ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე სადაც წერით რომ მე მთელს ჩემს ცხოვრებასო მიუძღვნე იმას რომ საქართველოს თეონა უფრო კარგად გაიცნოსო და ნუ ალბათ ეს სწორედ ეს შემოქმედებითი საღამოებიც რომელიც მის ხსოვნას ეძღვნება ამ საქმეს ემსახურება რომ თეონა უფრო კარგად გაიცნოს კიდევ უფრო კარგად გაიცნოს თელმა საქართველოს რა თქმა უნდა შეიძლება ახალი ვერაფერი ვერ შემატო თქვათ იმდენ რაღაც ახალი ვერ აღმოაჩინო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ქართველებს მაინც გვჭირდება ხოლმე შეხსენება რომ ყავდა ეს ადამიანი იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი ღირსეული ადამიანი წავიდა ისე რომ რაღაცა მე თითქოს მიუყრუეთ ხოლმე წაუყრუეთ და მე ვფიქრობ ესაც რაღაც ვალია ერთგვარი იმის ხსოვნის წინაშე ერის და ქვეყნის წინაშეც როგორც შემეძლება სადამდე შემეძლება ისე ვეცდები რომ თეო არ დავავიწყო საზოგადოებას კელა შემოკარგო მოდი ახლა ჩვენ გთხოვთ რამე შენი ლექსი რომ როგორ რომელიც გინდა იგივე თქვა თუ გინდა თეოსადმი მიძღვნილი მაყურებელმა იცის მე მგონი ძალიან ბევრი გიცნობს შენ ფილოლოგი ხარ პროფესიით კი წეგან კი მითხარი რომ არ ჩამოთავო ჩემი რეკალიებიო მაგრამ რატომ საინტერესო ადამიანი ხარ მართლა ბევრ კარგ საქმეს აკეთებ და წერ არაჩვეულებრივად გარდა იმ სიმღერებისა რომ კარგად მღერი და ამ კუთხითაც გიცნობს საინტერესო ლექსები გაქვს ძალიან მე თითქმის ყველა შენი ლექსი მაქვს წაკითხული ჩვენმა საერთო მეგობარმა თია ქართულიში მაჩუკა და მაშინ ხევსურეთზე ვიყავი შეყვარებული ახლაც პრინციპში რატომაც არა და მაშინ რაღაცა შენი აი ამ პოეზიით თითქოს ეგეთი განცდა მქონდა რომ უფრო დაუახლოვდი რაღაცნაირად მთას და რაღაცნაირად ახლა დღეს აი ამ მაშინ ბურუსში გაგხვიე მთის ამოდია რამე ლექსი წაგვიკითხე და გაგვახარა და ამის დავასრულე ჩვენი საუბარი რომელი ლექსის გინდა პრინციპში თეთრად ანთებულ თაგორთა ქათქათა მთვარე ანათებს ორთავე ფანტავ თამბორთა უმისამართო ბარათებს ვარსკვლავთა თქეში თირთვება ისე მათრობენ თოლები თმებში თამაში თითრება თითები ანათრთოლები ნათქვამის სითბო დამთენთავს თუ გავძლებ თუ ერთმანეთოდ თხოვნის უთქმელად გათენდა და განთიადე აენთო ქართლის მთებსათოსი თეთრე თან განთიადი ანთია აწუნდა დავთმო ერთ-ერთი ან განთიადი ანთია აი გენაცვალე ძალიან დიდი მადლობა განთიადი სრულდება ამით რა კარგი თემატურაც დაერქვა დიდი მადლობა შევახსენოთ მაყურებელს რომ დღეს საღამოს 6 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგება თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო და ყველა მსურველს შეუძლია მიბრძანდეს და ისიამოვნოს სასიამოვნო მუსიკით